თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვითადრე ოპოზიციაში დაპირისპირება და განხეთქილებაა. ნაწილი ირწმუნება, რომ არჩევნებში არ მონაწილეობს, ნაწილი კი აღიარებს, რომ უცხოელი პატრონების დავალებას ელოდება. საქართველოს ყავს გაუბედურებული და მონური მორჩილების ოპოზიცია, რომელსაც საკუთარი აზრი, პრინციპი არ გააჩნია, მთლიანად დამოკიდებულები არიან საკუთარ გარე პატრონებს. ამიტომ, რასაც ისინი ჩასძახებენ, იმას ამოიძახებენ. სხვა საკითხია, რომ ამაშიც უუნაროები არიან და დავალების შესრულებაც არ შეუძლიათ ყოველთვის ორიანი ყვებათ, მაგრამ მეორე მხრივ ის სახე, რასაც ეს ერთიანი რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს და მათ შორის დიდი განსხვავება არ არის სასაკვირველია. ეს არის ზუსტად ის, რატომაც არის მიუღებელი ჩვენი ხალხისთვის ესეთი ამორალური, უპრინციპო და დაბეჭავებული ოპოზიცია, რომელიც საკუთარ ქვეყანას მტრობს. რადიკალური ოპოზიცია არის ყოველთვის მოლოდინში იმისა, თუ რას ეტყვიან უცხოელი კურატორები. როგორც ჩანს, გარკვეულ ფლანგთან მიმართებით რადიკალური ოპოზიციისა უკვე შესაბამისი მითითება არის მისული, რაც უკვე თავისთავად განაპირობებს მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყეს მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მეორე მხრივ რადიკალური ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს ჯერჯერობით კვლავაც ბუნდოვანება აქვს ამ საკითხთან მიმართებით, როგორც იგებთ და როგორც იკვეთება და ისინიც ამ შემთხვევაში არიან ერთგვარი მოლოდინის რეჟიმში. მიუხედავად საბოლოო გადაწყვეტილებისა მათი მხრიდან, როგორც არ უნდა იყოს ეს, რა თქმა უნდა, მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არავითარი პერსპექტივა არ გააჩნიათ. ისინი არიან რეალურად აბსოლუტურად ფრუსტრირებულები, მათი რეიტინგი არის შეიძლება ითქვას ფსკერზე. ბატონი გიგი უგულავას ფროიდისეული წამოწდენა იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოელებისგან ელოდება ინსტრუქციას, ეს არის, რაზეც ჩვენ მოქალაქეებს ამდენი წლის განმავლობაში ვესაუბრებით, მთლიანად კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა მოქმედებს ზუსტად იმ ინსტრუქციების მიხედვით, რაც მათი გარე უფროსების მიერ არის გამოგზავნილი. ბატონმა გახარიან პირდაპირ დაადასტურა, რომ მივიღებო მონაწილეობასო, თუმცა ინსტრუქცია თუ იქნება მისი მისამართით, რომ არავინ არ მიიღოთო მონაწილეობა, გარწმუნებთ, რომ ბატონ გახარიასაც მოუწევს მონაწილეობის არ მიიღება. ეს რომ მათი გადასაწყვეტი იყოს, რა თქმა უნდა, ურჩევნიათ, რომ საერთოდ არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. გიციან, რომ მათი რეიტინგი არის ძალიან დრამატულად შემცირებული.